კასკა მომეც მე შედ მე დაგელოდი. მე წაგვართვეს და იმისთვის რომ გამოგვეყვანა დილის 9 საათიდან მწვალობთ. ესე იგი ავიდეთ ფურცელი. მოვედით ახლა გადავიხდით. Hello, how are you? ახლა გადავიხდით ფურს და გამოვიყვანთ. შეგიშოვით? რენაირი პარკინგია ეს მა? რავი, იქ ვიყავი შევეჩოლე. არა, ბიჭო ხომ არა ვისაც გამოყავს პარკინგშიც. ეს რა პროჭობა? აბა? ტილეს. ой, ფული. ფული გინდა? აბა? ახლა შეიძლება ხალხი ახლა ავტო პორტიბიშია. ო. Შესაძლოა ხო. არა, რასას მასმასლერა საკერესა პერმენლევაც. ოიქე. გასახები და გიშბითა რა? აგერავად შეიძლება. ოპ. ხოდა რა ხდება? ესე იგი უправობის გამო წაგვართვეს მოტოციკლეტი, წაიყვანეს საჯარიმოზე. ესე გაუცნაური საჯარიმოა. ბევრი აქვს. ზოგან გვიშვებენ ხოლმე შიგნით და ძალიან ბევრი და საინტერესო მოტოციკლეტები დგას ხოლმე. ნიტოქში უправობის გამო წაგვართვეს მოტოციკლეტი, დილის 9 საათზე ავედით. აქ ჩვენ გადასვეძახით, ცენტრალური არის. რიგში ვიდექით ზუსტად საათი და 45 წუთი, მერე კიდე შიგნით რიგში ვიდექით დაახლოებით 40 წუთი. მოგწეს ის ფურცელი, რომელიც ეხანა განახეთს და იქ წერია მისამართი, ტელეფონის ნომერი. გავიგეთ რამდენი ჯდებოდა გამოყვანის თანხა, მოვედით გამოყვანს. რომ პრობლემა რაში არის? უправობის გამო წაგვარჩეს. პრობლემა კაცი მოვიყვანეთ ახლა იდეაში ის გამოიყვანს მოტოციკლს. მაგრამ უправო ისე მებჯდები და მიმყავს. იმედია მშვიდობით ჩავალთ სახლში. ყველაზე ცუდი რაც არის ის რომ ნომრები აქვს მოხსნილი. ერთგვარი სასჯელი არის. რამეს რომ დააშავებ მარტო ჯარიმით არ კმაყოფილდებიან ბიჭები. ნომრებსაც გიხსნიან ან მართვის მოწმობას გვართმევენ ხოლმე. ერთი თუ არ დაქოქილა, საცოდა. კაროჩე ამას დავდები და გამაცი. იმით წავიდეთ ბანით. გაფეროთ. ბანით გადავართ და იქვე არის პარკინგი, მოიცა მისამართს ჩამიგდებდა. რა ბანი? მათი ერთი. ერთი ხო. მინდა ქალაქში ვიარო უნომრო მოტოციკლი. არა, გავა. აი სულ დავექო რაღაც პრობლემა. არაფერი მოუწია, ხო? იმიტომ მოუწია, არაფერი რომ ჩეკის გარეშე გადავიხადეთ. ხო, ესეც ეს არის, საბერძნეთია ძმაო, აქ მოსულე პონტეა. პროსორა გაგვიკეთეთ თქო და ჩეკი არ მოგწეს და დააკლეს თანხა. თან ერთი ხუ კარგია, მაგრამ მეორე ხუ ცუდია, ეხლა გზაში რომ გამაჩერონ. ამათლა უმკიცო ეხლა მე პარკინგიდან მომყავს მე ხან. ფოტო მაინც გადაგვეღო იმ საბუთს. აი ლოგები და რა ასეთი და ბადამაინც ახლა მაჩერებენ? ნომერი მიკრული აქვს და ეს ნომერი როა მიკრული როდის მიადა? ეს ამგემა მიაგდეს. ხო? იქ BMW რო იდგა, ხო იცი? მაგასაც ესე ქონდა მიკრული ნომერი. მომისმინე, ისე ჩაგიგდე ნახე აბა მედი და ჩაგიგდე. რა ხე? ხო, იმიტომ რომ ბოლოს დაგელოდები იქ. და შენ მე არ მაქვს ახლა მე უკან ვერ გამოვხოთ. იქ გადასასვლელთან დაგელოდები და იქიდან მე გამიყოლე. იგია? ხო, აი ზუსტად აქედან მივიდი. აი უყოფთან არა, სადაც ახლა ვიყავი. ნერვი არა გაქვს? ხო. და გამახეთ ის ნერვი არა. ო, ეგა. ინდაბი, ესე და ავიდე, ზოი.
ბაჟ ბატონს 3 საათი. ესენი ყველგან არიან იმენა. თუ საქართველოში თუ საბერძნეთში. აუ, მიხაელა. Anjula, Satkart, Anjula! ძალიან მაგარი ტორმოზები გაქვს დაყენებული. სასაულია პირდაპირ. ვაფშე სხვა მოტოციკლებია სხვანაირად ჩერდება. ამასა შედარებით ჩემი Yamaha ვაფშე აჩერდება. საერთოდ. დავარ. ასეა, ამიტომ ხდება ზოგადად ტრეკის სიარული. ზვირი. ამაზე აკენია ის ტორმოზები, რომელსაც იყენებენ ტრეკზე. ავიცი ფირმა და ის რა ქვია ესენ უმკითხოთ აზრი არ ვარ. მე ვიცი ერთი რომ მინდა ესეთი ტორმოზი, მაგრამ ეგეთო. აი აქტივო ვაიცია ზაღლემა საჭკაო და სათქავი. ახევარშად თქვენ გამოყანული მოტოციკლები და ფლორ მინდა. თვითონ გადამჭა და დაღლები. ინსპექცია რა, ინსპექცია, ჯერუკაო სიარული, მე კიდე უნემრო მოტოციკლები სიარული, აი არის. მაგასაც თავისი მუხამია. მოვედი. ორია კოპლა. აგერ არის ბატონ. ნეტა ვიცოდე სადადიხარ. ნეტა ვიცოდე.